დედას თუ არ დაუჯერე, რა მოხდება დედას თუ არ დაუჯერე? დაუშვათ არ გაბრაზდან. ესე იგი ყველაფერი კარგად არის? კი? თუ არა? დაუშვათ დედა გეუბნება რომ წადი შვილო ეხლა მაცივრის კარი გამოაღე. შენ არ დაუჯერე. აი არ ეწყინა. არც გაბრაზდა. შენ არ დაუჯერე. და ისე წახვედი, აი დაუშვათ ცეკვაზე დადიხარ და წახვედი ისე ცეკვაზე. მე შენს დაიკოს ან ძამიკოს უთხრა, წადი შვილო მაცივრის კარი გამოაღე. მან დაუჯერა და ჰოპ, ნაყინი დახვდა მაცივარში. და ვინ დაკარგა ნაყინი? ვინც არ დაუჯერა. ხო მართლა? ხო ეს უბრალო ისეთი მაგალითი და ცხოვრებაშიც ესეა. ვინც არ დაუჯერებს, სიკეთეს კარგავს. დედა გაბრაზდება თუ ეწყინება, ეგ სხვა საკითხი. დედა იმიტომ ბრაზდება, რომ შენთვის უნდა და ის ნაყინი და შენ კიდე არ დაუჯერე. გესმის? და ნაყინზე უკეთესი ის არის ადამიანი დამჯერი შვილი რომ არის. ეგ ცხოვრებაში ბევრ სიკეთეს მოიპოვებს. აქ მარტო ნაყინზე არ არის საუბარი.